არ ხდება. გარდა ამ 2000 კაცისა. ახლა 2000 კაცს ნებისმიერ კელექსზე მოაგროვებ. რუსთავი 2 დაათრებს ამ 2000 კაცს ამ საცოდავს ზოგს ფულს უხდის. ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია, დაწვალებს არაფერი არ ხდება. რომელი სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი. ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა სწორედ აქ დაუშვა. არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს და ის ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, სწორედ მათ უნდათ რომ გააправონ ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დაუძლურებულია და ღებულობს იმას, რაც დათესა და იმკის იმას და მას არავითარი რესურსი საზოგადოებიდან და არავითარი მხარდაჭერა რეალური არ გააჩნია, აი მარგველაშვილი სწორედ თავისი განცხადებით ცდილობს რომ ესე წარმოაჩინოს. რეალურად არაფერი მსგავსიც არ ხდება. ის ვინც აკეთებს განცხადებებს, სწორედ რომ ნაციონალურ მოძრაობას უჭერს ხარჯს და სწორედ ეს ქონდა მასაც საფუძვლად. აბა ნახეთ, მისი განცხადების შემდეგ 2 საათში New York Times-ი აქვეყნებს და აკეთებს პრეზიდენტის განცხადებას. ვისი გაკეთებულია ესა? მარგველაშვილის სად აქვს ამის რესურსი? იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ელჩად ნაციონალურ მოძრაობის ამერიკაში, ან ვიღაცა ამის მსგავსი New York Times-ში არ არის სიოლი ესე გამოქვეყნება, 5 წუთში აქვეყნებს. თვითონვე ვერ ბედავს საკუთარ განცხადებაზე და მას მოუწევს განმარტებების გაკეთება.